თავიდანვე გამოიყოფოდა ორი ფენა ერესებისა. ერთი იყო მომდინარეობდა ანტიკური ფილოსოფიიდან და არაქრისტიანული რელიგიებიდან, წარმართული რელიგიებიდან და მეორე ნაწილი ერესებისა აღმოცენდებოდა თვით ქრისტიანობის წიაღში. მაგრამ იყო ისეთებიც, რომლებიც ორივე ამ მხარეს აერთიანებდა. ამის კლასიკური მაგალითია მაგალითად გნოსტიციზმი, რომელიც ერთი მხრივ ემყარებოდა აღმოსავლურ კულტებს, კერძოდ მათში საკმაოდ ჭარბად იყო დუალისტური სისტემების ზოროასტრიზმის მაგალითად გავლენა, ანტიკური ფილოსოფიის გავლენა იყო ძალიან დიდი, მაგრამ ამავე დროს ისინი თავს დებდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე და ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ მცოდნენი, გნოსის მოგეხსენება მცოდნას ნიშნავს და გნოსტიკოსები მცოდნეები, ჩვენ ვართ, ჩვენ ვფლობთ იმ საიდუმლო ქრისტიანობას, რომელიც პროფანებისათვის, ანუ მასისათვის დაფარულია და რომ თითქოს მარიამ მაგდალინელისაგან მოდიოდა მათი სწავლება, რომელსაც თურმე იდუმალად გაუმხილა ქრისტემ თავისი სწავლების ჭეშმარიტი არსი. და საცთური მით უფრო მეტი იყო, რომ სწორედ ქრისტიანობის მსგავსად ისინიც ადამიანის ცხონებას ისახავდნენ პრიორიტეტად. ისევე როგორც საერთოდ ეს ყველა რელიგიას ახასიათებს, მაგრამ ისინი განსაკუთრებით ამ სოტერიოლოგიურ ასპექტს უსვამდნენ ხაზს, რაც აძლიერებდა საცთურის შემოსვლას ქრისტიანულ აზროვნებაში. მეორე რთა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მწვალებლობისა, როგორც მოგახსენეთ, თვით ქრისტიანობის წიაღში წარმოიშვა. მათი რაოდენობაც საკმაოდ მრავალგვარია და მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა საკითხს და ფაქტიურად ქრისტიანული ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავდნენ, მათი უმრავლესობა, აი ესეთი ძირითადი ერეტიკული მიმართულებებისა, მაინც ყველა ქრისტოლოგიური ხასიათისა იყო. ყველა მათგანისათვის შებრკოლების ლოდად იქცა ქრისტე, ქრისტეს პიროვნება, ღმერთკაცის პიროვნება. და ნებისმიერი ამ საკითხთან წარმოშობილი ერესი სწორედ ამოდიოდა ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების, ქრისტეს პიროვნების, მისი ნების დეფინიციის დამახინჯებიდან. თავისთავად, თუ კი თვალს გადავავლებთ ამ ქრისტიანობაში წარმოშობილ ერესებს, ერთ საინტერესო ფაქტს შევნიშნავთ, რომ მათ ერესიარქებს თითქოს უნდათ თავისი მისწრაფებით დაედგინათ ჭეშმარიტება. ისინი არ ებრძოდნენ ქრისტიანობას, უბრალოდ მათ ეგონათ, რომ აზროვნების ის წესი, რომელსაც ისინი მისდევდნენ, არის სწორედ ჭეშმარიტება და სხვებიც ცდებოდნენ. ამ ყოველივეს ისინი ახდედნენ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თავიანთი შეხედულებების, თავიანთი რაიმე ფილოსოფიური თუ სხვა წანამძღვრების გამოყენებით და საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ყოველთვის არა, მათი მისწრაფება კეთილშობილური იყო, შედეგი უარყოფითი გამოდიოდა. და სათავეს უდებდნენ ისინი ძალიან ძლიერ მიმდინარეობებს, ერეტიკულ მიმდინარეობებს, რომლებიც ხშირად საუკუნეთა შემდგომ, რამოდენიმე საუკუნის შემდგომ, გარკვეული წლების შემდგომ, ხანდახან კიდევ იჩენდა ხოლმე სხვადასხვა შეფარული ფორმით ან გადასხვაფერებული სახით თავს. მაგალითად, არიოზი ებრძოდა გნოსტიკოსებს და ამბობდა, რომ არ შეიძლებოდა ღმერთის არსისაგან წარმოშობილიყო ქრისტე და მივიდა იმ აზრამდე, რომ ქრისტე არ არის თანასწორი მამისა და საბოლოო ჯამში იგი დაბლა დგას მამაზე, უკიდურესი არიანელები საერთოდ ქმნილებად მიიჩნევდნენ ქრისტეს. ასევე აპოლინარიოსი იმ წანამძღვრებიდან ამოდიოდა, რომ ადამიანის ბუნება და განსაკუთრებით მისი უმაღლესი ნაწილი, გონება, მისი სულის უმაღლესი ნაწილი, ნუსი, დაცემულია, დამახინჯებულია და ამ დამახინჯებულ გონებას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ადამიანის გამოხსნის ღმერთკაცობრივ დიად საქმეში და მისი აზრით ადამიანურ გონებას ქრისტეში ცვლიდა სწორედ ღვთაებრივი გონება. აი ეს ყოველივე, როგორც აპოლინარიოსის, ისე არიოზის შემთხვევაში წოდებული ერთგვარ ანთროპოლოგიურ მინიმალიზმად, სადაც დაგნინებულია ქრისტეს როგორც კაცის ნიშნულობა.
საპირისპირო მიმართულება იყო ეგრეთ წოდებული ანთროპოლოგიური მაქსიმალიზმი. დიოდორე ტარსელი, თეოდორე მოფსუეტელი და შემდგომ ნესტორი უკვე სხვაგარად ჭიდნენ და ისინიც ამოდიოდნენ იმ დებულებიდან, რომ თითქოს მათ მიერ განმარტებული, მათ მიერ განსაზღვრული ქრისტიანობა იყო ჭეშმარიტი. თუმცა ძალებლობის ისტორიაში ძალიან ბევრია ისეთი ფაქტი, როცა ესა თუ ის ძალებელი შეგნებულად ებრძოდა ქრისტიანობას და ასეთები მაინც შეიძლება უფრო უცხო არაქრისტიანული მოძღვრებების წარმომადგენლებად მივიჩნიოთ. როცა ერესებზე ვლაპარაკობთ, გამოიყოფა ხოლმე ერთგვარი პრობლემა. სად გადის ზღვარი დოგმაც და ერეს შორის. და ამ დროს თავს იჩენს ერთი საკითხი. ეს არის საღვთისმეტყველო აზრის საკითხი, რომელსაც თეოლოგუმენას უწოდებენ. თუ კი დოგმატი აბსოლუტური შეუმცდარი ჭეშმარიტება, რომელსაც ამყარებს წმინდა წერილი პირველ რიგში, საეკლესიო ტრადიცია, მოციქულებრივი მემკვიდრეობა, სოფლიო კრებები, ადგილობრივი კრებებიც და ზოგადი საეკლესიო ცნობიერება საღვთისმეტყველო აზრს, ანუ თეოლოგუმენას ასეთი უცილობელი და ჭეშმარიტი მნიშვნელობა არ გააჩნია. ესე იგი დოგმატი არის ჭეშმარიტი, თეოლოგუმენა არის სავარაუდო. და თეოლოგუმენა, ანუ კერძო საღვთისმეტყველო აზრი, მით უფრო მისაღებია, რაც მეტი მომხრე ყავს და რაც უფრო ეს მომხრენი ავტორიტეტულნი არიან. ამ შემთხვევაში მათი ავტორიტეტულობა, მის მომხრეთ ავტორიტეტულობა და რაოდენობა პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან. ესე იგი, რაც უფრო მეტი ავტორიტეტული წმინდა მამა გამოთქვამს ამა თუ იმ მოსაზრებას რაიმე საღვთისმეტყველო საკითხზე, მით უფრო ახლოა იგი ჭეშმარიტებასთან და მით უფრო ახლოა იგი დოგმატთან. მაგრამ არის ასევე საღვთისმეტყველო აზრი, ზოგიერთი, რომელიც ამ ავტორიტეტულობას მოკლებულია და მას ნაკლები მიმდევარი ყავს. არსებობის უფლება ასეთ აზრსაც გააჩნია, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, იგი არ არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი. და აი აქ დგება უკვე საკითხი, როდის გადადის ასეთი კერძო საღვთისმეტყველო აზრი ერესში. და ამ ზღვის გავლება ხშირად ძალიან ჭირს ხოლმე. და ამისი აურაცხელი მაგალითი ის ეკლესიის ისტორიამ, დოგმატების ისტორიამ. საქმე სართულებს ისიც, რომ ადამიანი მოგხსენებათ და მათ შორის ერესიარქიც და საღვთისმეტყველო აზრის ავტორიც არ არის სტატიკური არსება. იგი დინამიურია. იცვლება მისი შეხედულება, ხასიათი, ცოდნაც და ამის მიხედვით ხანდახან ზოგიერთი პიროვნება იყო ასეთი ბევრი შემთხვევა, რომ იდგა მცდარ პოზიციაზე და შემდგომ უღიარებია ჭეშმარიტება და დაბრუნებია სწორ სწავლებას. იყო პირუკუ შემთხვევებიც, როცა ზოგიერთი საეკლესიო მწერალი, საეკლესიო მოღვაწეობის დასაწყისში სწორ პოზიციაზე იდგა და შემდგომ ცხოვრების გვიან წლებში რომელიმე ძალებლობა დაუარსებია, ან თვითონ მიკედლებია რომელიმე უკვე არსებულ ერესს. თუნდაც ავიღოთ ტერტულიანე, რომელსაც ბევრი საყურადღებო აპოლოგეტური ნაშრომი აქვს, მით უმეტეს დასავლურ ლათინურენოვან სამყაროში და საბოლოოდ მერე იგი მონტანისტების ძალებლობაში ჩავარდა. ასევე ტატიანეს სერიელი, რომელიც ასევე ერთ-ერთი ცნობილი აპოლოგეტია და ის ცოცხლის ბოლოს იგი დაუკავშირდა ენკრატიტების სექტას. იყო ასეთი სექტაც, თუმცა თავისი აბსურდული სწავლებების გამო იგი მალე გაქრა. ამდენად ერეტიკულად შეიძლება დავასკვნათ ითვლება ის აზრი, რომელიც აშკარად უპირისპირდება დოგმატებს. აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ზოგად საეკლესიო ცნობიერებასთან. ეწინააღმდეგება კრებებს, ეკლესიების დადგენილებებს, ეწინააღმდეგება მამათა თხზულებებს, საეკლესიო ავტორიტეტს
და რასაკვირველია წინააღმდეგება წმიდა წერილს.